პირველი იანვრიდან ქვეყანაში სესხები ახალი პირობებით გაიცემა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ცვლილებები ბანკების გარდა მთლიანად საფინანსო სექტორზე გავრცელდება. რეგულაციების შეეხებათ ეგრეთ წოდებულ მევახშეებსაც. კერძოდ, სესხის გამცემი ვალდებული გახდება, რომ სესხებლის გადამხდის უნარიანობა შეაფასოს და კრედიტი მისი შემოსავლების მიხედვით გასცეს. სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის დაწესებით ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას ცდილობს, თუმცა რეაქციები არაერთგვაროვანია. საფინანსო სექტორი ახალ წელს ახალი რეგულაციებით შეხვდა. პასუხისმგებლიანი დაკრეიტება. ასეთია ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დებულება, რომლის მიხედვითაც უკვე 3 დღეა ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს სესხების შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ. 1 იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა კოეფიციენტების სისტემა, ანუ ყოველთვიური სასესხო მომსახურების მაქსიმალური ზღვარი. მაგალითად, თუ სესხების ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარია, სესხის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამოქმედდა. სესხის გამცემს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს სესხების გადახდის უნარიანობა და არ დააკისროს იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე სესხებელს აქვს მისი მომსახურების რეალური შესაძლებლობა. ეს ეხება როგორც სესხებს, ასევე თავდებობებს. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ველოდებით, რომ გარკვეული ტემპი შენელდება, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენ მოველით, რომ ამ რეგულაციის გავლენა იქნება ცალსახად დადებითი, როგორც საშუალო, ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე. ცენტრალური ბანკისგან განსხვავებით არც თუ ისე ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ საბანკო ასოციაციაში. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ახალი რეგულაციები საზოგადოების დიდ ნაწილს სესხის აღებაზე ხელმისაწვდომობას შეუზღუდავს. ეროვნული ბანკის მოლოდინი მეტნაკლებად ოპტიმისტური გონია, რომ მომავალ წელს 13-14%-ით გაიზრდება მაინც საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში და მიგვაჩნია, რომ ეს უფრო ნაკლები იქნება, ან შეიძლება საერთოდაც არ გაიზარდოს. სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდება. საბანკო სექტორის განვადება, როგორც ასეთი, როგორც ასე იყო, რომ მიხვიდოდით და მხოლოდ პირადობის მოწმობით აიღებდით რაღაცა სესხს, ესეთი პროდუქტები პრინციპში აღარ იარსებებს. თუ იმის უკან არ იარსებებს გარკვეული მხარდაჭერა. რეგულაციები შეეხოთ ეგრეთ წოდებულ მევახშეებსაც. ყველა პირი, რომელიც 20-ზე მეტ სესხებელზე გასცემს თანხას, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს, რათა ცენტრალურმა ბანკმა მათი საქმიანობის გაკონტროლებად შეძლოს. თბილისში და ასევე რეგიონებში ჩატარდა ძალიან ბევრი შეხვედრა, ჩვენი თანამშრომლები ხვდებოდნენ და უხსნიდნენ, თუ რა მოთხოვნები არის და როგორ უნდა დააკმაყოფილონ. დაველოდებით, ალბათ თვის განმავლობაში ჩვენ გვექნება უფრო სრული სურათი, თუ რამდენმა ორგანიზაციამ მიმართა ეროვნულ ბანკს რეგისტრაციისათვის. მიუხედავად გამკაცრებული რეგულაციებისა, სესხის აღება თვით დასაქმებულებისთვისაც იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მათი გადახდის უნარიანობა სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა შიდა პროცედურების მიხედვით თავად უნდა შეამოწმონ და რისკებიც თავადვე განსაზღვრონ. ცვლილებები ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემის შერბილების მიზნით მიიღეს.